ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყანამ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა შენარჩუნების ვალდებულება აიღო. თუმცა ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ისტორიულად დაბინძურებულ ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა. ნავთობტერმინალის მიერ გატარებული ზომების მიუხედავად ბარცხანაში მცხოვრებლები ნავთობის სუნს და მისგან გამოწვეულ პრობლემებს კვლავ უჩივიან. გამკაცრდება თუ არა ზომები გარემოს დაცვის მიმართულებით. თამარ კიკნაძე გიამბობთ. ბარცხანა ეკოლოგიური თვალსაზრისით კვლავ დაბინძურებულ ზონად რჩება. არაერთი ინციდენტის, პროტესტის, ასევე შესაბამისი სამსახურების დაპირებების მიუხედავად, რომ ვითარება გამოსწორდებოდა, ადგილობრივებს ნავთობით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქვა უწევს. ნავთობის სუნის სახლიდან გასვლის შემდეგ მათ ტანსაცმელზეც რჩებათ. არ ვიცი მსგავსი სიტუაცია ბათუმში თუ სადმე იყოს მართლა. დილით განსაკუთრებით ასე 6 საათზე რო გააღებ ხო ფანჯარას, ისეთი სუნი მოდის, რომ არ ვიცი პირდაპირ. ძალიან შემაწუხებელი და რა ვიცი ბავშვებისთვის ისე მეშინია რომ არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. რამოდენიმეჯერ მივმართეთ, კიდეც იყო ტელევიზიითაც გავიდა შესაბამის დაწესებულებას, მაგრამ არაფერი, უკეთესობა არანაირად. სუნი ვაწუხებს, როგორ არ ვაწუხებს. გარკვეულად რა შემოდიხარ სუნით იგრძნობა რომ გარკვეულად გეონორიშვილი არსებობს. მდინარე ბარცხანაში ჩაღრული ნავთობის წყლის ხარისხისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. გასულ წელს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ნავთობტერმინალს სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის გაუმართავობისათვის სასამართლოშიც ედავებოდა. ნავთობტერმინალის ზონაში არ არსებობს მუნიციპალური სამეურნეო კანალიზაციის სისტემა. ასევე შარშან ურბანისტებმა ტურისტულ ქალაქში ნავთობტერმინალის დასახლებულ პუნქტთან სიახლოვე შეუთავსებლად ცნეს და მის ხელმძღვანელობას გარემოს დასაცავად სპეციალური აპარატურის დამონტაჟების რეკომენდაცია მისცეს. კომპანიიდან წერილობით გვაცნობეს, რომ საწარმოში 40 მილიონი დოლარის ღირებულების 100-მდე მიზნობრივი ღონისძიება გატარდა, რის შედეგადაც 24 საათიან რეჟიმში ევროპული სტანდარტების შესაბამისად დგინდება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ამის მიუხედავად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სანქციები გასამკაცრებელია. მით უფრო რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა შენარჩუნებას ქვეყანას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ დაუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას, მოახდინოს მისი ჰარმონიზება ეროვნულ კანონმდებლობაში და ბუნებრივია გარკვეული სეგმენტების და სექტორების მიმართულებით მოხდება ასევე კანონმდებლობის გამკაცრებაც. კანონმდებლობის ახსოვებას, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2013 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა ერთიანი მაკონტროლებელი სამსახური, რომელიც კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვის და ბუნებრივი სარგებლობის სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის აჭარის ტერიტორიაზეც და ასევე იგეგმება უახლოეს პერიოდში აღნიშნული სამსახურის გაძლიერება, ადამიანური რესურსის დამატება. ნავთობტერმინალის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ბარცხანაში მცხოვრებლები ნავთობის გაჟონვისაგან დაზღვეულები მაინც არ არიან, რადგან ტერიტორია ისტორიული დაბინძურების კერადაა მიჩნეული.